მოგესალმებით. დღეს როგორც ყოველ ოთხშაბათს წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რუბრიკას Way to Sustainability, იგივე გზა მდგრადობისკენ, რომელიც მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების პროცესზე საქართველოში და ამ თემაზე ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაზე. მდგრადი განვითარების 17 მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2015 წელს მიიღო და გაეროს წევრმა ყველა სახელმწიფომ აიღო აღნიშნული დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე განხორციელების ვალდებულება. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამაც 2016 წელს მიიღო მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი, სადაც განსაზღვრა მიზნების შესაბამისად საქართველოსთვის მისადაგებული ეროვნული ინდიკატორები. მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩამოყალიბდა, ეროვნული დოკუმენტის განხორციელების მონიტორინგს ახდენს. თუმცა, ეროვნული დოკუმენტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მიზნების ადგილობრივ, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე დანერგვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და განხორციელება. ეს ნაბიჯები წელს უკვე დაიწყო სახელმწიფომ და ამ ეტაპზე 34 მუნიციპალიტეტი არის ჩართული მიზნების ლოკალიზების პროცესში. ამასთან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე მოითხოვს ბიზნესის აქტიურ ჩართულობას. რა მდგომარეობა არის საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზების და რეგიონში დღის წესრიგის განხორციელების მიმართულებით და რა მიზანს ემსახურება კონკრეტულად ეს ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართება ამ კვირაში. ამაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. იზა გოცირიძე, სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, კომპანია აჭარის წყალი ჯორჯია და მაია გიორგაძე, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პარტნიორობისა და კერძო სექტორთან ურთიერთობის მენეჯერი არის დღეს ჩვენთან ერთად. იზა, მაია, დიდი მადლობა დღეს ჩვენთან ერთად რომ ხართ. მაია, თქვენთან გადმოვალ პირველი კითხვით. ჩვენ ვახორციელებთ, ვატარებთ, ვაორგანიზებთ ღონისძიებებს ბათუმში ამ კვირაში. რას გულისხმობს ეს ღონისძიებები, რა მიზანს ემსახურება და ვინ იქნება დამსწრე მონაწილე ამ ღონისძიებებში? მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. Partnership for SDGs ეს არის სახელწოდება კონფერენციის, რომელიც 8-9 ივნის ქალაქ ბათუმში გაიმართება. აღნიშნული კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის და მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს მიერ და მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობისგან. აღნიშნული კონფერენციის მიზანია ადგილობრივი კერძო სექტორის და მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაზრდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და 2030 წლის დღის წესრიგის ადგილობრივი პროგრესის გაზიარება როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე პრაქტიკაში. კონფერენცია არის ორდღიანი, როგორც აღნიშნე და პირველი დღე დაეთმობა მრგვალი მაგიდის ფორმატ, სადაც 12 მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ კერძო სექტორთან ერთად, სადაც იმსჯელებენ მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესზე და სამომავლო თანამშრომლობაზე, ხოლო მეორე დღე ეს იქნება პანელური დისკუსიები, სადაც პოლიტიკის დონეზე იმსჯელებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები. ხოლო მეორე პანელი სრულად დაეთმობა კერძო სექტორს, სადაც ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ პრაქტიკებს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში და ისაუბრებენ სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც შეიძლება დაიგეგმოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. და ეს ზუსტად სამომავლო თანამშრომლობა რომ გავგრძელოთ, აი რა მიზანს ემსახურება ეს კონფერენცია, იმიტომ რომ ბევრი ღონისძიება ალბათ ჩატარებულა რეგიონებში, მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზება, როგორც აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესრულდეს საქართველოში ეს 17 მიზანი. რას ელით ამ ღონისძიებიდან, რა შედეგებს და რა პარტნიორობების ჩამოყალიბებაზეა საუბარი? მოლოდინებს რაც შეეხება ველით, რომ კონკრეტული პარტნიორული პროექტების, ასე ვთქვათ, საწყისი ღონისძიებები დაიგეგმება უშუალოდ ამ კონფერენციის ფარგლებში და პირველ რიგში გამოიხატება მდგრადი განვითარების იდენტიფიცირება მოხდება მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტული მიმართულებების როგორც კერძო სექტორში, ასევე მუნიციპალიტეტების მხრიდან და უკვე კონკრეტულ თანამშრომლობებს ჩაეყრება საფუძვლები. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს აჭარის წყალი ჯორჯიაც. იზა, თქვენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით, თქვენი ორგანიზაციის შესახებ, კომპანიის შესახებ რომ გითხრათ ჯერ და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება საქმიანობაში, რა პრიორიტეტული მიმართულებები გაქვთ გათვალისწინებული? სალომე, პირველ რიგში ძალიან
დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ჩვენი კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია არის არა მარტო ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორი და ამავდროულად ქვეყნის მასშტაბით არის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი. ჩვენ კომპანიას აფინანსებენ ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის ნორვეგიული Clean Energy და Tata Power-ი. ამავდროულად ჩვენ დაფინანსებული ვართ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და თქვენ აბსოლუტურად გესმით, რომ მათი მაღალი სტანდარტის გადმოტანა და გაზიარება ჩვენთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნები და მათი ხელმძღვანელობა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის პროცესში ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ზოგადად ეს მიზნები საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ ყველამ ერთად შევქმნათ უკეთესი სამყარო, სადაც ყველა ადამიანს განურჩევლა თავისი ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალური სტატუსისა იქნება თანაბარი შესაძლებლობა, რომ ამ საზოგადოების ღირსეული წევრი გახდეს. ამ პროცესში ხელისუფლების და კერძო სექტორის თანამშრომლობა არის გადამწყვეტი. ანუ კერძო სექტორს, მე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი ვიტყვი, რომ კერძო სექტორს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. რადგან პირობითად, როდესაც ჩვენ საქმიანობთ იმ რეგიონში, სადაც ჩვენი პროექტი განხორციელდა, ჩვენი მიზანია, რომ გაიზარდოს იმ ადამიანების ცხოვრების დონე. საბოლოო ჯამში, რაც უფრო მეც გააკეთებს ბიზნესი იმისთვის, რომ იმ რეგიონში, სადაც საქმიანობას ეწევა, ითანამშრომლობს აქტიურად ადგილობრივ ხელისუფლებასთან და უფრო მეტად გრძელვადიანად ეკონომიკურად განავითაროს რეგიონი, ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ტიპის ბიზნესს კიდევ უფრო მეტი მოგება ექნება, რაც უფრო მაღალი იქნება ადამიანების ცხოვრების დონე. ჩვენ ამ 17 მიზნიდან დასახული გვაქვს, რომ 7 მიზანი იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, განათლების ხელშეწყობა, რეგიონის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება, ამავდროულად გენდერული თანასწორობა ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, სიღარიბის აღმოფხვრა, კლიმატის ცვლილების შეჩერება და ბუნებრივია სუფთა ენერგია. ანუ ეს ჯამში ეს 7 კომპონენტი არის თემა, რომელსაც ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მიუყვებით, მაგრამ უფრო ხელშესახები რომ გავხადოთ ეს, აი პირობითად ყველა წლის დასაწყისში ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, თქვათ, რა კონკრეტული აქტივობები უნდა გავაკეთოთ, არა მხოლოდ რომ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, თქვათ, რა კონკრეტული აქტივობები გავაკეთოთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად წლის ბოლოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ისეთი მიზნები გაქვს განსაზღვრული, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, ანუ მარტო მხოლოდ კომპანიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ეფექტურ შედეგს მიაღწიოთ და თვითმმართველობის ადგილობრივად ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ შეაფასებდით, ანუ თანამშრომლობა ზოგადად ადგილობრივ დონეზე, რადგან თქვენ ბათუმში მუშაობთ, საქმიანობს და პროექტებსაც ახორციელებთ, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებას ზე მუშაობთ. აი, როგორ შეაფასებდით ზოგადად ადგილობრივად მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას ბიზნეს სექტორთან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით, ანუ თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ, მომავალშიც ალბათ გეგმავთ. ზოგადად სწავლები აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, მსგავსი შედეგების მიღწევა შეუძლებელია თუ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა არ ითანამშრომლა. სწორედ ამიტომ ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ დაახლოებით 2013 წლიდან, როდესაც ჩვენი პროექტის განხორციელება დავიწყეთ და პრინციპში იმ დღიდან ჩვენ მუდმივად სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება თქვა განათლების ხარისხის ამაღლება, ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა სკოლების თუ ბაღების მხარდაჭერა იმ პრიორიტეტების მიხედვით, რაც მათ სჭირდება და ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ადგილზე ასევე გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი, სოციალური გუნდი, რომელიც ყოველდღიურ ურთიერთობაშია ადგილობრივ მთავრობასთან და ისინი ერთად გეგმავენ, თქვათ, იმ პროექტებს, რომლებიც რეგიონის საჭიროებიდან არის გამომდინარე და შესაბამისად ხელშესახები შედეგებიც დგება. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს ორმხრივი თანამშრომლობა არის გადამწყვეტი ამ პროცესში და ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს. ძალიან მიხარია, სწორედ ამას დაეთმობა ჩვენი კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც, როგორც მაიამის საუბრა და მაია თქვენთან გადმოვალ იგივე კითხვით, რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის დიალოგი და თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით და როგორ შეაფასებდით ამ პროცესს? საჯარო კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის, რადგან თანამშრომლობა, ჩართულობა, მონაწილეობა უფრო ასე ხელს
უწყობს უფრო ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში. ამის ძალიან კარგი მაგალითია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საგრანტო აქტივობა USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია საჯარო კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის ხელშეწყობა პარლამენტში. ზუსტად აი ამ პროექტის ფარგლებში მოხდა არაერთ კანონპროექტზე მუშაობა, მათ შორის საჯარო შესყიდვების კანონზე მუშაობა, ელკომერციის კანონპროექტზე მუშაობა, წყლის რესურსების მართვის რეფორმაზე მუშაობა, საწარმო ემისიების რეფორმაზე მუშაობა და კაპიტალის ბაზრების რეფორმაზე მუშაობა. ზოგადად ასევე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აქტიურად თანამშრომლობს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების საბჭოს სამდივნოსთან, როგორც ეროვნულ დონეზე კოორდინაციის ნაწილში, ისევე მუნიციპალიტეტებთან მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული, როგორც აღნიშნა და 32 მუნიციპალიტეტი არის ამ ეტაპისთვის გადამზადებული სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობით და მათ შორის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის უშუალო ჩართულობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 14 მუნიციპალიტეტი გადამზადდა და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურად თანამშრომლობას, რომ დავფაროთ სრულიად ყველა მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით და ერთი მინდა დავამატო, რომ ყოველთვის აი ამ ტრეინინგებში განსაკუთრებული ყურადღება, ერთი მთლიანი მოდული ეთმობა ამ საჯარო კერძო თანამშრომლობას და მის მნიშვნელობას, მე-17 მიზანს მდგრადი განვითარების მიზნების, რომელიც არის, ასე ვთქვათ, განუყოფელი ნაწილი და ასე ვთქვათ, ერთ-ერთი შეუძლებელია ნებისმიერი მიზნის, ასე ვთქვათ. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის და სწორედ ეს კონფერენციის მიზანიც, რომელიც პარასკევს გაიმართება ქალაქ ბათუმში არის სწორედ ამ პარტნიორების ხელშეწყობა სხვადასხვა სექტორ შორის, როგორც აღნიშნეთ. ბოლო კითხვით გადმოვალ თქვენთან და იზასთან თქვენ სამომავლო გეგმებზე, იმიტომ რომ კონფერენცია, ასევე ის აქტივობები, რომელსაც ახორციელებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე გავიგოთ მომავალში რას გეგმავთ, როგორ აპირებთ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ხელი შეუწყოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას ადგილობრივ დონეზე და ამ მიზნების ლოკალიზების პროცესს. ზოგადად იზა თქვენგან დავიწყებ, რა გეგმები გაქვთ აჭარისწყალი ჯორჯიას მომდევნო წლის განმავლობაში? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონფერენცია, რომელიც გაიმართება ბათუმში, არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე ვიტყოდი, რომ საჯარო სექტორისთვისაც, რადგან ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ და გარდა ამისა, ჩვენთვის იქნება შესაძლებლობა, რომ სხვა კომპანიები რა საქმიანობენ ამ მიმართულებით, მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და მათი მხრივ მოვისმინოთ თუ ისინი რას გაუკეთებიათ ამ მიმართულებით და სამომავლოდ რაც გეკამავენ. რაც შეეხება ჩვენ კომპანიას, ჩვენ ბუნებრივია დავრჩებით იმ მიზნების ერთგული, რომელიც თქვა და 17 მიზნიდან, რომელიც ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე გამოვყავით, რომელსაც გავუყვებით ბოლომდე და ეს პრიორიტეტები, რომლებიც თქვა ჩამოვთვალეთ, ეს განათლების ხელმისაწვდომობა, რეგიონის ეკონომიკური გრძელვადიანი განვითარება და ყველა ეს დანარჩენი, კი ბატონო, ამაზე გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. წარმატებები ამ მიმართულებით, სულ ორი სიტყვით მაია თქვენს რო გითხრათ სამომავლო გეგმებზე და შეგვიძლია რომ დავასრულოთ რა. კი ბატონო, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აქტიურად მუშაობს კერძო სექტორთან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. ამ ეხლა ძალიან სასიხარულო ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ერნსტ & იანგთან ერთად ვახორციელებთ კვლევას, რომლის მიზანიც არის გამოავლინოს კერძო სექტორში მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტული მიმართულების სექტორულად. და ეს კვლევა ზოგადად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც კერძო სექტორისთვის, ისევე საჯარო სექტორისთვის და გეგმავთ აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია საკმაოდ მასშტაბურად ოქტომბერში და იმედია რომ დიდი ინტერესი გამოიწვევს, იმიტომ რომ სურათი იქნება ძალიან საინტერესო, რომ გავზომოთ პროგრესი ქვეყანაში ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა მაია იზა იმისთვის, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყავით. დღეს კი ჩვენი გადაცემა ამით არის დასრულებული. ჩვენ შევხვდებით მომდევნო 4 შაბათს ასევე ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად.